გამარჯობა. როლში მადლობა. მეორე ისურვებს, რომ ნაყოფიერი შეხვედრა იყოს. ეგ შეიძლება არის დამატებული, მაგრამ ყველაზე არის დამატებული არაბი განწყობარი იქნება. და ამიტომაც საერთოდ რაც შეიძლება ბევრი წაიღოთ აქედან, იმიტომ რომ აქ ამისთვისად მოსულები. პირველ რიგში გადასხმის მე საიდან მოიქცა ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც წარმოქმნა კონდეთ და მე გადავალ უშუალოდ ფსიქოლოგიურ საკითხებს. საბაიბრებზე ყოფილი მორაგბე, ყოფილი ფეხბურთელი. დავამთავრე ფსიქოლოგია, ბაკალავრის და მაგისტრატურა და ეხლა უკვე დაახლოებით 7 წელია ინდივიდუალურ შეხვედრებს ვატარებ ყველა ტიპის სპორტსმენთან, ჯოგუფერი, ფეხბურთელი, მორაგბე, კალათბურთელი და საერთოდ მოჭადრაკეც. მოჭადრაკე პირდაპირ ძალიან ცოტა პოლია. კიდევ ვარ ახალგაზრდა მორაგბეების მენტალური მწვრთნელი. სოფიო ჩემპიონატისთვის, ან ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადე ხოლმე ერთი თვე, შეიძლება სამი თვე დაბრუნდეს ეს მომზადება. ჩემზე ბევრი არ ვილაპარაკო, ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ვერ გამოვიდი ფეხბურთზე. და რამდენიმე წელი როცა ფსიქოლოგია გადავწყვიტე, ჩემს თავშეხარი რომ არც ერთ სპორტსმენს არ ეცემა უფლებას რაიმე გამოწვევებამ, ან რაიმე წარმატებებამ ჩემი ჩააქრევოს. ის რაც მოხდა ჩემში. ეს არის ჩემი მამოძრავებელი ძალა, რომ ეს გაგზია. თქვენ ისურვებთ, რომ თქვენი მამოძრავებელი ძალა არ იპოვოთ, ეს სასწავლო საქმიანობა, სპორტსათქმიანობა, რა არის მამოძრავებელი ძალა და რა გამოტივირებს ამ სფეროში გავიგოთ. გადავიდეთ, დღეს გვექნება ორი სესია. პირველი სესია იქნება 1 საათიანი, მეორე სესია იქნება 45 წუთიანი, შუაში 15 წუთიანი დასვენებით. რომ უკვე ეფექტურად ავიღოთ ეს ინფორმაცია. პირველ სესიაზე გამოვიხილავ ფსიქოლოგიის მნიშვნელობა სპორტში, ასევე რა მითები არსებობს სპორტში, მენტალური ვარჯიში რას მოიცავს, იმიტომ რომ თული რა გაიგო, რომ მენტალურად რაღაცა უნდა ივარჯიშო, მგონება როგორ უნდა ავარჯიშო. ბევრი სპორტსმენი და ბევრი არის ხოლმე მენტალური ვარჯიში. თულიანად ძალიან საჭიროა, მაგრამ პასუხები არ აქვს, როგორ უნდა ავარჯიშო ამას. საკუთარ თავთან ლაპარაკი, ერთ-ერთი მენტალური ვარჯიშია ეს და აზროვნებაში ყოფნა, რომელიც გადამწყვეტი არის ალბათ ჭადრაკში. და არა მარტო ჭადრაკში, ყველა სპორტში. და მეორე სესიაზე გამოვიხილავ რელაქსაციას, როგორ უნდა დაამშვიდოს სპორტსმენმა სხეული. Mindfulness ეს შეიძლება უცხო ტერმინი იყოს, თუმცა ამასაც გამოვა. ერთ-ერთი მომზადების ხერხი არის მედიტაციას ეძახი. ვიზუალიზაცია წინა გამოსვლაში ვიზუალიზაცია შევეკეთ, აკრიტიკულ დეტალურად გამოვიხილავ, როგორ შეუძლია ვიზუალიზაცია გამოიყენოს სპორტსმენს მომზადების პროცესში. სპორტის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ყველაზე გადაინტერესებს რომ აკურდომის სპორტსმენი ხართ, რაღაც პატარა მეთოდებს გაგიზიარებთ. და ბოლოს როლის პროცესის მორებაში. ინდივიდუალური კონკურსი არ აქვს მნიშვნელობა, შობლო ძალიან მნიშვნელოვანია. და ბევრ შეცდომას უშვებენ ხოლმე შობლები. შეიძლება ყველა შობლოს უნდა კარგი, ახლა უნდა. მაგრამ გამარჯვება ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ. დავუწყოთ შესავალი, რა არის სპორტის ფსიქოლოგია. სპორტის ფსიქოლოგია არის დარგი, რომელიც შეიცავს ადამიანის ქცევას და ფსიქიკას, შემდეგ ამ ინფორმაციას გამოიყენებს პრაქტიკაში. ირონულ თავისებურებებს შევისწავლით ჩვენ, ამერე ამ ინფორმაციას ვიყენებთ უკვე პრაქტიკაში. მაგალითად, мотивация, ყურადღება, გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ფსიქოლოგიური ასპექტები და ამის შესწავლის საფუძველზე უკვე გარკვეული რეკომენდაციები მუშაობენ. ვინ არის სპორტის ფსიქოლოგი? რა ფუნქცია აქვს სპორტის ფსიქოლოგს? მე ვიყავ. პირველ რიგში ჩემთან სპორტსმენი რომლის და მსმენელობის პირველად სწავლობ მას. რა დაავადებები აქვს და რა არის აქტუალური მიზეზი. შეიძლება იყოს თავდაჯერება, შეიძლება იყოს შესაბამისი დაბოლება, შეიძლება იყოს მეხის ვეგაზება, შეიძლება იყოს სპორტის უკავშირის ვერმილება ან რაღაც მსგავსი. აქედან გამომდინარე, მე გადავწყვეტ რაზე უფრო მეტად ის მუშაობა. ძირითადად ამას მოიცავს მარტივი ვთქვათ. ფსიქოლოგიის მნიშვნელობა სპორტში.
სპორტის ფსიქოლოგიის მიზნები. პირველი არის სტრესი და სტრესის შემცირება. წინა გამოსვლაზე ახსენეს, რომ მუცელში ფერმები რა ქვია, პრობლემები იციხდება, აუტომატიზდება. ეს არის ფიზიკური გამოხატულება, რომელსაც რაღაც საფუძველი აქვს. და ამის საფუძველი ძირითადად არის სტრესი, ძირითადად ყველა შემთხვევაში. სპორტსმენი როდესაც მოდის ჩემთან, სწავლობს როგორ აღმოაჩინოს ეს სტრესი. არა მარტო სპორტსმენი, უცნაურიც, იმიტომ რომ უცნაურის პროფესიაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი სტრესი აკონტროლოს. რაღაცა ბალანსში იყოს ეს დასვენება და ზომიერი სტრესი. შემდეგ არის განძლეობა და მენტალური ზედმეტის გამომუშავება. სპორტული კარიერის განმავლობაში არ არსებობს მხოლოდ აღმაშობა. არის არომატულობას და არის დაუმხოლებლობის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამასთან ადაპტაცია ისწავლოს სპორტსმენს და მსმენელს. ძირითადად შემთხვევაში ვამბობ, რომ შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არა სისტემა აქვს. სწავლა გეთამაში, მე ხვალ ამბობები, მაინც ვივარჯიშობ, მოვიდე მაინც ავწევდი და ვივარჯიშობ. ყოველ ეფექტურად ვივარჯიშობ. ვითამაშ წარსულში დავწევ და სწორ დასვენ გავაკეთე რა მასწავლა და როგორ შემიძლია დავაკეთო მომავალში. ხშირად ეს პრობლემა არ იციან ხოლმე. და მე ვარ რაღაცა ხიდი ამას სპორტსმენსა და თამაშობისო ეს ანალიზი გააკეთოს სწორად. შემდეგ არის კონცენტრაციის გამოძიება. ძალიან რაღაცა არსებობს, რაც ადამიანს კონცენტრაციას უსუსტებს. ეს არის მშობელი, არის დაძაბულობა, არის მოლოდინები, არის წნეხი, არის სატურნირო ქულები, ხარისხი ქულები და ასე შემდეგ. შესაბამისად, თქვენ აღნიშნეთ, რომ თამაშზე კონცენტრირდება. შეიძლება ძალიან სიგელე თამაში, მაგრამ მოგადონოს და ვერ კონცენტრირდება თამაშზე. ამ მიმართულებითაც მუშაობთ, რომ რა გავაკეთოთ, როგორ მოვიცოდოთ, ეს კონცენტრაცია გავარჯიშებული იყოს და იმაზე კონცენტრაციას მივიღოთ. ჩემმა პრიმატია გაკონტროლოს, მე ვაკონტროლო ჩემი და სასარგებლო მიმართულები გამოვიდა. გუნდური მუშაობა ინდივიდუალური სპორტი და კომპანიური ჩართული არის, თქვენი მშობელი ჩართული არის, რაღაცნაირად ესეთი სამწუხაროდ იყვება და ერთად ეფექტურად უნდა იმუშაოს. კომუნიკაცია ხშირად ვერ არის ეფექტური და მაგნიტურებითაც მუშაობ, რომ ნელა სწორად გააგზავნოს თავისი მესიჯები და მოთამაშეებს სწორად აღიქვას თავისი გამოგზავნილი მესიჯები. მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბება წინა გამოსვლაში იყო შინაგანი და გარეგანი მოტივაცია. რა თქმა უნდა, შინაგანი გაცილებით უკეთესია. გარეგანი მოტივაცია შეიძლება გაქრეს, მე მაგალითად შეიძლება სპორტს ვეუბნებო და გახოს ერთი პირა, თუმცა მე გლოვაშობები საერთოდ დავავიწყე. და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაცია. ჩვენ ყოველთვის იმაზე უნდა მოტივირებული, რომ ამას შინაგანი მოტივაცია მივიცოთ. შინაგანი მოტივაცია რა არის? რომ ეს სიამოვნებისთვის თამაშობ. მე განვითარებისთვის თამაშობ. ანუ ჩემი თავისთვის თამაშობ და არა იმიტომ, რომ რაღაც შედეგს მივიღო. შედეგიც არის რა თქმა უნდა მიზანი. თუმცა ლისტში ალბათ პირველად მესამე მეხუთე დავაგებდი შედეგს. იმიტომ რომ მაინც თამაშობ და სიამოვნებისთვის თამაშობ და ეგ ზოგადად შემთხვევაში გავიცდება ხოლმე და საერთოდ არა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება მშობლის განსხვავებიდან ძალიან დიდი ეხი მოდიოდეს ოქროები რა მოხდება და საერთოდ გავიცდება რომ სიამოვნებისთვის რომ ითამაშო. წვნევის იმიტომ არის თავის სფეროში, რომ ამ საქმის სიამოვნებას იღებს. თვითდაჯერების გამოძიება. ორი სპორტსმენი რო შევატაროთ, მაგალითად ერთი სპორტსმენია რომელიც 10 ქულაზე არის, მეორე არის 5 ქულაზე. ეს ხუთი ამ ხუთი გამოძიება აქვს. ამ ქულზე არ აქვს. რომელი არის? რა თქმა უნდა ეს ხუთი არა აქვს მნიშვნელობა რამდენი სივარჯიშე შეშტაბდება არის. გამიმართულებით მუშაობ. იმიტომ რომ ბევრი სპორტსმენი ნახავს ის და გამევარჯიშობს. გამევარჯიშობს ვარჯიშობს ფიზიკურად, ტექნიკურად, ყველანაირად. თუმცა შემდეგზე მაინც ვერ გადის. ვერ ხსნის ხოლმე რა შეიძლება იყოს ამ სიზონში და ერთ-ერთი არის თავდაჯერება აზრი არ აქვს. იმიტომ რომ საქართველოს ვერ გამოვიდა შესაძლებლობებს. მენტალური მომზადება თამაშებისთვის და ვარჯიშებისთვის. რომ დავსვა ეს შეკითხვა, როგორ შეიძლება მენტალურად მოიმზადო გამოსვლისთვის ან შეჯიბრებისთვის, შეიძლება ბევრი ნაშთი ვერ მივიღო. ძალიან ბევრი რაღაცა არსებობს, რა უნდა გააკეთო მენტალურად. ზოგადად ვთვლი, რომ მომზადებაზე ძალიან ბევრი რაღაცა დამოკიდებულია. თუ ყველაფერი არის. თამაშის დღეს, როცა მაგალითად საღამოში ვისწავლე, შეიძლება იყოს 5 საათზე. მენტალურად და ფიზიკურადაც რაღაცები უნდა გააკეთო, რომ მოიმზადო. მაგალითად მენტალურად შეიძლება იყოს რომ მედიტაცია გააკეთო.
თამაშის სუდი და კარგი სცენარები წარმოიდგინო. შეიძლება საკუთარ თავთან პოზიტიური საუბარი გქონდეს. შეიძლება მიზნები დაწერო, შეხვედრის მიზნები რა არის. შეიძლება სეძას მოსული, შეიძლება ვიდეო ნახო. ისე შეიძლება გამოიძინო. იმიტომ რომ 3-4 საათი თამაშობ მაგალითად ძალიან რთულია გასაცდელად. შეიძლება იქ საკუთარ საერთო რეაქციო რომ ამ საკუთმა იგი უბრალოდ არ წაიღოს. გადამუშავებაში რაღაცას გავს. ემოციების მართვა. ყველა ემოცია საჭიროა. პირველი მაგაზია. რასაც ვთქვი რომ შიში, ბრაზი, იმერგაცობა არ არის საჭიროა და ძალიან დიდი ძალა შეიძლება მოხდეს ამ ემოციაზე. უბრალოდ სწორია მისი ადეკვატურად დამუშავება ვისწავლო. ეხლა როდესაც მაგალითად მე შეხვედრაზე გამოდიოდი, ცოტა გულამიჩქარა და მასალა ადრენალინის მომაწვა, მაგრამ საკუთარ თავს ვთქვი რომ იქ ხარ სადაც მინდა რომ იყო. იმას ვაკეთებ, რასაც მინდა რომ ვაკეთებ. ამისთვის ვარ ჩვენ გამოვიდე და ვილაპარაკე. პროცესზე შეიძლება. საკუთარ თავს დავამშვიდე. ესე შეუძლია პროცესს დავამშვიდე საკუთარ თავს. შესრულების გამოგებას ყველაფერი იმყოფება რომ გავიდე ამას და უკეთესად ვთქვი. ჩემი შესაძლებლობები რაც მაქვს, ბოლომდე თუ არა 90% მაინც გამოვიდოდა. წარმოვიდგინე ადამიანს რამდენი გამხელა შესაძლებლობა აქვს, ამ 90% ახლოს ასწავლები და რამდენი რაღაც მიღწევა შემიძლია. სწორედ ეს განსხვავება არის ჩვეულებრივსა და ათლეტების შორის, რომ ეს ათლეტები საკუთარ შესაძლებლობებს ამბობენ. ეს არის ვერავინ. და მე ვიხმარები, რომ ეს შესაძლებლობები უფრო და გამოვიდოდა. მენტალური რა არის, რა ძირითადად. საკუთარ თავთან ვლაპარაკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გავიგებ მაგალითად ამ დროს ვლაპარაკებ, როგორ უნდა ვლაპარაკო საკუთარ თავს. თამაშამდე, თამაშის დროს, თამაშის შემდეგ და ზოგადად. იმას ვუყურებ საერთოდ ასე. ვიზუალიზაცია თქვენთვის ძალიან ცნობილია. წინასწარ როგორ შეიძლება მოვიზადოთ თამაშს და ყველა სცენარი, თუ არა, ბევრი სცენარი წარმოიდგინოთ. რელაქსაციაზე თქვი ამშვიდებისთვის და მაგაზეც ვისაუბრებ, მიზნების დასახვა. მეუბნები რომ ნაკრებში თამაში უნდა. ნაკრებში თამაშისთვის რა უნდა გააკეთონ არ იცი. მეუბნები რომ სოფლიო ჩემპიონობა უნდა, მაგრამ სოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად არ იცი რა უნდა გააკეთონ. ატატატა ნაბიჯები არ იცი, რომ ერთი თვე რაღაცა მიზანია და ისაფოშები 6 თვე, 2 თვე, 3 თვე, ხო მაგას მიშოვება და ნებლებმა მივხვდი. აქედან გამომდინარე ეს არ მნიშვნელოვანია და აქ იმაზე ვავლებთ, რომ მიზნების შესრულების პროცესში სიამოვნება თუ არ მიიღე, მიზნების მიღწევა ჭირდება. რაც გულისხმობს და მაგალითად მთაზე ვგავა და სნოუბორდები ვარ. შეჭირზე გამოდივა და ვიღაცა მითხრა, რომ ვერტალები ჩაკვამფები. და მიდოს მოიგებო. გასიზავა. მე ვიყავს ალბათ გულავს. იმიტომ რომ იქ შეიძლება გაწურება გამოიწვია, მაგას სიამოვნებას ექნება. აქედან გამომდინარე სამართლის პროცესი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მოთამაშეებს იყოს სასიამოვნო. სასიამოვნო ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ნების მომაწვენა გაუვარჯიშოს. ზოგჯერ შეიძლება ჯის ას გასწავლები მეთოდები გამოვიყენო. თუმცა სახალისო უნდა იყოს პრობლემა. მაინდფულნეს, რომელსაც აუცილებლად შევხვდებით. მედიტაცია არის ეს, რასაც აქტიურად იყენებენ ყველა სპორტის ადგილზე. მითები არის ის, რაც ხელს უშლის სპორტსმენს და სპორტის ფსიქოლოგთან მივიდეს. არა მარტო სპორტსმენს, მსმენელებსაც კი, იმიტომ რომ მსმენელები ერთ-ერთი დიდი ის არის პრობლემა, დაავადება, რომ ფიქრობენ, რომ რა უნდა მასწავლოს. მე იმდენი ამის შემოდი, რომ 21 წელს არის 30 წელს არის, ამან უნდა მასწავლოს. და ხშირად ეს მითები ვალავარეს, მე პირველი არის ეს, რომ სპორტის ფსიქოლოგთან მივიდეს ესეთი რაღაც პრობლემა მაქვს. საერთოდ არ ისწავლოს რა პრობლემა აქვს ფსიქოლოგთან მივიდეს. მაგრამ ძირითადად პროცედურა, როცა რაღაც პრობლემა აქვს. არა ხალხი რომ მოსულიყო შეიძლება მე მაგალითად საკუთარ მოსულიყო სახე. და აქედან გამომდინარე თავს ვსაუბრობ რომ მე ეს სტერეოტიპების ან სტიგმის სპორტი გავიგო რომ ვიღაცა შეიძლება რომ ეს ცოტა ვერ აღარ ფსიქოლოგთან მივიდეს. აქედან გამომდინარე თქვენ წყარო ხართ რომ თქვენ კიდე სხვა ადამიანებს ვთქვათ რომ ფსიქოლოგთან მისვლა არ ნიშნავს ეს პრობლემა. ჩალაკი მოლეულების სპორტია და არა საერთოდ მენტალური ცვლილება. აქ პრობლემა აქვს. ну ეს შეიძლება იყოს შემოხერხებული და მათი პარტნიორი შეცვალ სპეციალიან მოთამაშე. სპორტის ფსიქოლოგთან ერთად მისვლა არაფერს მოწევს. ჭადრაკი როცა არის, საერთოდ არის.
და ვივარჯიშე ორჯერ. ხოლმე ხო გამოსულია რომ ის აკაცერებს. ვერითი დაუბრუნდა არაფერს არ აქვს. შეიძლება გამოდროება იმის რომ ეგ ინდივიდუალურ შემთხვევაზე დამოკიდებული, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. რომელსაც შეიძლება ვიმუშაო, პირაში ერთხელ, ახაც თვითონ მუშაობ ხოლმე და ასე მუდმივია და ის სულ არის კონკრეტულად მუდმივად. ცდილობ ხოლმე უბრალოდ შეიძლება ეს არის ხოლმე რომ მეთქიმები ეგრევე შეთავში ფიქრობ რომ მე ძალიან სუსტია. არა საერთოდ არ არის. მაგრამ სხვები კიდე არც მიდა მაგაზე ვეუბნები. გადავიდეთ ერთ-ერთ მენტალურ იარაღზე, რომელიც არის საკუთარ თავთან ლაპარაკი. საკუთარ თავთან ლაპარაკი არის შინაგანი დიალოგი. ხშირად ვესაუბრებთ ხოლმე ჩვენ თავს, რომ მაგალითად შეიძლება რაღაც რამის გადავიღოთ, ეს არ მაგამეთქებინა. რა კარგია ეს გავაკეთე. ოჩოს ან კაი ის. თითქოს რაღაცა ჩათი გვაქვს რა ჩვენ თავთან. ჯოკოვიჩი ამბობს ხოლმე სერგეი შოგვიტოვი, რომ თამაშის დროს ჩათმობს საკუთარ თავთან. ის რაღაცებს შეუძლება, მე რაღაცებს შეუძლება. ეხლა შეიძლება ცოტა გიქვით ესე რომ ლაპარაკი, მაგრამ თითქოს შიგნიდან ვიღაც მელაპარაკება. რაღაცა სიცოცხლის გზდობა მაქვს ხოლმე, რომ აი ეს როგორ გავაკეთე, მარტივი გავაკეთე, მაგალითად ჩაკუთრება გადავიდა, მარტივი სკოლა გავაკეთე, მარტივად მოსახედრი იყო. და საკუთარი პრობლემა რომ ეს როგორ ვერვით. ანაირად ვერვით და მე მაგაზე ვფიქრობ, ერთი საათი რომ ეს ვერვით. და ძირითადად პრობლემა ხოლმე. ეს საკუთარ თავთან ლაპარაკი შეიძლება აზრებისგან, წმენებისგან, შეგრძნებებისგან და საბოლოო ჯამში ნახავთ ეს ყველაში, რომ ქცევაზე ახდენს გავლენას. ჩემ ქცევაზე ახდენს გავლენას. ორნაირი არის. პოზიტიური და პოზიტიური და უარყოფითი. ძირითადად მე მინდა დადებითად ვისაუბრო პროცესებს საკუთარ თავთან. მე მინდა კარგია და მივხვდებით მაგას რა. აი ჩვენ თვითონ დაინახავთ. უარყოფითია. მე არ შეიძლება როცა წარმოიდგინე ამ ხელოვნებას უჩვენებს რომ ძალაყო რა მოხდება ჩამოიქცევა ყველაფერი არაფერი არ მოხდება შემშობლი ისე რომ იმენაირად ეყარება როგორც გასულა ძლიერი მოწინავე აღწავა მოუდის უკვე წავა და მაუსებო წავა ფილოს ვაგები და ეს რომ ყოველ ფასი და აი ვარჯიშე ერე ვარჯიშე რომ ხოლმე ეფექტურად ვიგავში ეს სპორტის ფასაციების ნიშნავენ თამაში მეშინი. ამასაც რომლებსაც გატავს, უბრალოდ საკუთარ შეჩენს. ეს სხვა ეკიპები ნასაკეთებს შეჩენს. აქ უკვე ჩემი ფოკუსირებულია არა ჩემ თავზე, არამედ სხვა ვიღაცებზე. რაც უკვე არასწორია. ასე ვერ აღწევს რაღაცებზე ფოკუსირებული, ასე ვერ აღწევს. აქეთ გადავიდოს, მე შემიძლია, მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ, მე მზადდა. მე ბევრი ვარჯიში დავუშვი. მე ვიმსახურებ სამართლს. შესაძლოა დავუშვი, ჩემ თავზე შესაძლოა ნორმალური შესაძლებლობა უცოტა მოგინაა და პასუხს არ აქვს შესაძლებლობა არ დავუშვათ. მე თვითონ შესაძლებლობა იქნება გიგოს. შესაძლებლობა დავუშვათ, მაგრამ შესაძლებლობიდან უფრო ვერ ვსწავლ. ხო? ანუ თუ არ გავიხსნა რა ექსპორტის მივიღე. თუ არ გავიხსნა რა ექსპორტის მივიღე. ძალიან დავალებულ პროცესში თუ არ გავიხსნა, ხო? ასე რომ ზომიერი რისკი ძალიან მნიშვნელოვანია და ამას საუბრობთ ჯერ მოსწონს. და ბოლოს ერთ უკეთესი გავხდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღე საერთოდ უკეთესი გავხდე და ხშირად ხოლმე საკუთარ თავთან ლაპარაკის პროცესში ეს წინააღმდება ძალიან გამიერთება. გადავიდეთ ახლა ერთ-ერთ მაგალითს. ესეთი ფეხბურთელი ყავდა, რომელმაც შვილის სასახლეში დაარტყა პენალტი. მოწოდებული მოვიფიქრე მაგალითს. იმიტომ რომ მას არ უცხოს და ეს გამოვიდა. ხოდა ფეხბურთელი ყავდა, რომელმაც დაარტყა შვილის სასახლეში პენალტი, აცილა და თანაგუნდელები მართინეს. ასევე დაცინავს ხელმა, შეცვალა, მოკლედ დაარტყული იყო. მე ეს ტრამული გახდა და რაღაცა და მაგის მერე პენალტი საერთოდ არ დაარტყავს. და ეხლა რამდენიმე თვის პენალტი დაარტყა მოუწია ფეხბურთის. იმიტომ რომ 90 წუთი იყო და თავი რაღაცა გასულიყო და სამ დაუძახა და დიდი დაარტყა შემიძლია დაარტყა. ო რამოს მელმა ხუთი სასახში ეს რაღაცები გადავიდა და არის ეს. ეხლა თქონდა აიუა. მივიდა და ისე ვიდა დაგაგა. აფსი. გამოდის გაარეს. და ორაკა თავი მაგას. აბა რა ზახობს და
ამ მეგობარმა იცის ისტორია, ბავშვობის ისტორია. და უნდა ესეც რაღაცას ხო. პენალტი ავასწრებდა. და ნახტის ასე. ხოხერა არ არის შესაძლებელი და გუნდი დაავალა. არ გამოგონდა სამყაროს შესაძლებელი. შეიძლება აუ ეს როგორ გააკეთე. რაც გადაგამოს ხოლმე ისაკეთე. ძირითადად შემოქმედებაში აღარ გაგამოს, ეს საერთოდ დაგეკითხა. თქვენ კითხოთ როგორ შეაფასეს ამ მეგობარს ხო? ალბათ სულად შეაფასეს. ხო, ძალიან სულად მოიხსნა. იმიტომ რომ პარაგრაფები უნდა იყოს. პოზიტიურ ალტერნატივაზე გადავიდეთ. ეს ისტორია რეალურად მოვიგონო. პირდაპირობით რა. ძირითადად შემთხვევაში ეს არის ხოლმე შიგნით ახალგაზრდა ველაპარაკება ხოლმე. შესაძლოა დავუშვებ. ეს შესაძლოა როგორ დავუშვებ. ხო ხედავ არ არის შესაძლოა. თავი დაანებე, როცა მაგალითად წარმატებულობა შევხვდა. არ არის შესაძლოა. აი მაგალითად აუპის როგორ დააკეთე, როცა შესაძლოა დავუშვებ. და ჩვენ ადამიანები, ჩვენ მეგობარს სულს არ ვეძებთ, საკუთარ ცხოვრებაში. არა რეალურად რო დავიკითხებ, საკუთარ თავისუფლების პატივი უნდა. შეიძლება მაგალითად ჩვენ მეგობარმა მითხრა, ხვალ 10 საათზე წავიდეთ გიმბინოთ, 10 საათზე შევხვდეთ მაგალითად აქ სტარში და არ დავაკვირდით, რომ მივიღოთ თავისუფლება. მაგრამ ჩვენ თავს ვუხსნავ მეგობრის გარეშე 10 საათი ვერ მინო, დილას შეიძლება დავაკვირდე, გავიღვიძო, შევჭამო რაღაცას და თერთმეტის ნახევარზე დავიწყო სიმღერა. რატო? საკუთარ თავისუფლების პატივი უნდა. ესეა საკუთარ ლაპარაკის პროცესი. სწორი წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს. პოზიტიური ალტერნატივა ამის დაიწყება. ელაპი შეიძლება გადამააცნოს, იوارჯიშე დაამოვესე, სელობები დააგრძელე, შენ მაქსიმუმი გააკეთე, რა შეიძლება ისწავლო ამ მომენტისგან. ანუ ეს წინააღმდეგ დაცილებით პროცესია. ერთი დო სელობაზე სოფასო, კაი ჩაფოლავდი მაგრამ გააგრძელე, კიდე დაიწყე. ასეთაც როლავდა მაგრამ 10 საათი და 20 საათი და არ მეინტერესებს. მეთოდოლოგია კიდევ. მე ესეთი მიგვიგვამა სისტემა ეს შედეგი ცოტა ხანი გვერდზე გადაწყვეტ, ცოტა ხანი სულ მე ესეთი მიგვიგვამა სულ ცდილი. ბოლო რა შემიძლია აქედან ვისწავლო. წარსული როგორ შემიძლია რომ გამოვიყენო. რაში მეხმარება საკუთარ თავთან დადებითი ლაპარაკი. შემიძლია საკუთარ თავთან რაღაც უცხო მოტივაცია შევიქმნო. მე მზად ვარ. მაგალითად ოჯახისთვის. რაღაცა იგი ძალიან ინდივიდუალურია. ერთ-ერთი საკუთარი აქცენტი რომელიც საკუთარ შეუძლება რომ ნიშნავენ საკუთარისთვის საკუთარ შეუძლება რომ მაგალითად ვიქო დამეხმარება. მე რომ ვიქო რომ მაგალითად ვიქო დამეხმარება, არ არის შეჩერებაში. მე რაღაც მომჩერდება. ანუ ეს ძალიან ინდივიდუალურია. სპორტსმენმა უნდა იცოდეს რა უნდა უთხრას კონკრეტულ მომენტში საკუთარ თავს. და სპორტსმენმა არ უნდა უთხრას ისიც არის რომ რამე უნდა უთხრას საკუთარ თავს. აი შუაგობით ვიქნები რომ უნდა შეცვალო დადებითი ფიქრები. ამიტომ ჩემი მოვალეობა იქნება არ მარტო ჩემი თქვენი მოვალეობაც არის რომ ისეთი რაღაცები უთხრა რაც არ გაუჩნდება ეს უარყოფითი რაღაცები. ემოციების კონტროლი შვიდათვარ ყველა მოსულს იწევს ჩვენ სასწაულს. ჩვენ ველაპარაკებთ. სწავლების გაგრძელება, ზეწოლის მარხვა, თავდაჯერების გაზრდა, მაგალითად მე მზად ვარ. მე ამისთვის ბევრი ვიშკოლე. ეხლა მაგას ევროპელი საკუთარ თავდაჯერება პროვინციაში უეჭველი წერილია. ეს შემიძლია. შესწავლიდა დაბრუნება. დღევანდელი მაგალითია და რა შემიძლია აქედან მისწავლო. ან შეიძლება ვთქვათ, შესწავლილი წარსულში გაგრძელო, 10% ვარ. ოღონდ თავარია ერთი ფაქტორი, რომ ამის უნდა შეეროდეს, რასაც საკუთარ თავს შეეძლო. და პლუს ასოციაციაში ველაპარაკებოდა შემდგომ. არა მომავალში და დასწრებში. და ეს კონტროლი. მოკლედ ამაში ვერცხლება საკუთარ თავს ლაპარაკი. ორი მაგალითი გაგრძელოთ. ერთი არის შინაგანი, მეორე არის გარეგანი. ან გარეგანი რო შანსი. ერთი არის ჩოქუხები არის ეს. ვიღაცას ის არის და ეგრე ისე არ განსახო გონებაზე არის. ეს რეგულაციულად დაუწყო. გაახსნა საკუთარ ზეპარაკები. მეორე არის ჩვენი ქართველი
შემთხვევაში შეიძლება საერთოდ ცხოვრებას გახსოვთ დასასრულის შემდგომ იპოვეთ თქვენი ამბულატორული ძალა. რასაც შეუძლია რომ ისე ადამიანები და სპორტსმენები გახსოვთ. ამ შემთხვევაში მეცია ეს შემთხვევაში შეიძლება სხვა იყოს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე ძალიან მწონს ეს რაღაცებს ამბობენ რომ როგორც ფიქრობ, რა ფიქრების თავში იმ შედეგს იღებ. ეგრე არის რომ განსხვავებაზე ახდენს შენი ფიქრები გავლენას. სამწუხაროდ წინაშე შეხვედრაზე იყო რომ წინა გამოსვლაზე იყო რომ მეოცე ბავშვები არყავსო და მსვლელების ერთ-ერთი მიზანი შეიძლება ეს იყოს რომ გავხადოთ ჩვენი სპორტსმენები მეოცეები. თქვენზე არ არის კონტროლი, მაგრამ თქვენ რაღაცები უპირატესობისკენ შეიცვალოს. დადებითი საუბარი არ არის გარანტია რომ დადებითი შედეგი დადგება. ბევრს მგონია რომ მე თვითონაც აი რაღაცებზე ვაპარაკებ ისწავს რომ აუცილებლად კარგი შედეგს ვიღებ. მე ყოველია სპორტსმენები დადებითი ვაპარაკებ საკუთარ და მე როცა შედეგს მიიღებ და არ ვაპარაკებ. და ეგრე არ არის. ეგ სულ შედეგს მომართავდა დავდივი ახლა კადაგისთან დავუსვით აზე რო არა ვარ და საფრთხეს კადაგასებს რომ ის აზე ვარ. ინჟინერი შეგვიძლია. მაგრამ არაფერი არ გაკეთო, ხო? სხვა კომპონენტებს უნდა გავიწყდეს. ეს ერთ-ერთი შემადგენლები ნაწილი. კიდე ერთი რაღაც ვიზუალიზაცია მოვახდინე. შეხედოთ ესეთ რაღაცას. შეიძლება მაგას ნაჩვენებს და რომელშიც გამოსულა აუცილებლად. მაგალითად ეს არის ტვინი. ტვინში არის ასე გარკვეული ბუნები, რომელიც მუშაობს. მაგალითად ერთ შემთხვევაში განვიხილო. შესწავლა დაუშვი დადაკის თამაშის დროს და ჩემთვის ვთქვი რომ ასისვერი გავაკეთე. ის უხოთოგი მე დაიჭერდი რაღაცა ერთხელ ვთქვა. ეს ერთი უბრალოდ მეუბნებას დავკავშირე. მეორეჯერ ვთქვა. კიდევ ვთქვა. გავიდა ერთი თვე კიდევ ვთქვა. ვარჯიშებზე ვთქვი მე. და კიდევ ვთქვა მომხრა. ეს გამხარდა. გავხარდა ასე ციტრო. მე შესწავლას დავუშვე ავტომატურად მახსენდება ეს არის სისხლი გავაკეთე. მაგრამ თუ მე ახლა რაღაცის შეცვალა როცა ესეთი მყარი არის თავში. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ თავშირები დავახაროთ უბრეშობს. ეს უბრალოდ ვიზუალიზაცია. კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა რომ ძირითადად აზრები უარყოფითია ხოლმე. ანუ არ ვიგოთ რომ სულ ვარკარიაზები შემოვიდა და უარყოფითი არ შემოვიდა და ეგ არ შემიძლია. აზრების 70% უარყოფითია. თუმცა შემიძლია რომ ისეთი პროგრამა ჩავწეროთ ტვინში და გასაგებად მაგის რესურსს განვიხილოთ. რომელიც ჩემთვის მისაღები არის. ამით დავამთავრებ საწყობად ლაპარაკს, განვიხილოთ ერთ-ერთი სიტუაცია. სპორტსმენი მარცხენა მოწინააღმდეგესთან და კარგავს სარეიმიტო კლუბებს. სადაც საუბრობთ. ფიქრები, რა შეიძლება იყოს უარყოფითი. სარეიმიტო კლუბებს დავკარგავს საშინელებაა, ძალიან სუსტია. აზრი არ აქვს სწავლას. მეშინი არ არის დასაწყება. დადებით, რა შეიძლება იყოს კონცენტრირებული ვარ, ბოლომდე ვიგრძვი, აწყობოში ვარ, მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. ემოციები რა შეიძლება მივიღო? ამ სულ ვაპარაკებ შიში, სპორტმა, უნივერსიტეტში. ასაშინელებაა მაინც გამოვიყო. ო, შიშია. უნივერსიტეტსაც. თუ მე კონცენტრირებული ვარ და ბოლომდე ვიგრძვი,